ორგანიზაცია. მთავრობის კანცელარიიდან სოფო ხუციშვილი საუბრობდა. დასურსათის უვნებლობის სამსახურმა უკვე შეამოწმა პირველი ობიექტი მითანაში ინსპექტორებმა სანიტარული ნორმების შეაფასეს და პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიებს გაეცნენ. შემდეგი კომპანია, რომელშიც სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგს ჩაატარებს, ლიდერ ფუდი იქნება. დარღვევების შემთხვევაში გამოსასწორებლად კომპანიის მფლობელებს ვადა მიეცემათ. სურსათის ეროვნული სააგენტო 1 წლის განმავლობაში ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ 200-მდე კომპანიას შეამოწმებს. მივესალმებით, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება დღეს წარმოებებში, ქართულ წარმოებებში მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე. მით უმეტეს, როდესაც ეს შემოწმება მიზნად ისახავს არა რაიმე ჯარიმების გამოწერას, არამედ იმას, რომ რეალურად საქართველოში მოხდეს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოება. ამ ეტაპისთვის შერჩეულია 200-მდე საწარმო, რომელიც მიმდინარე წელს შემოწმდება. საწარმოები შერჩეულია მაღალი რისკის წარმოების მიხედვით. მაქსიმალურად თანამშრომლობის ხასიათი ექნება, გაიცემა რეკომენდაციები და შესაბამისი სერტიფიკატი კონტროლის დასრულების შემდგომ.